27 თებერვალი 2026 წელი, ღამის 2 საათი. ამერიკა მიდან სამხედრო დარტყმა მიაყენა, მაგრამ იმ ღამეს კიდევ ერთი ისტორიული რამ მოხდა. სამიზნეების იდენტიფიკაციაში მონაწილეობდა ხელოვნური ინტელექტი. არა უბრალოდ ანალიტიკაში, ან უბრალოდ მონაცემების დამუშავებაში. ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობდა რეალური სამხედრო ოპერაციის პროცესში. რეალურ სამიზნეებთან, რეალურ ადამიანებთან. სხვა შორის მადუროს ოპერაციაშიც კლოდი გამოიყენეს და იმავე ღამეს სამი ტექნოლოგიური კომპანია იდგა ერთი და იგივე არჩევანის წინაშე. პენტაგონიდან დარეკეს, სურდათ კლოდის ნებისმიერი მიზნით შეუზღუდავად გამოყენება, მაგრამ მისმა მშობელმა კომპანიამ Anthropic-მა თქვა, რომ არა. ორი მიზეზით, მათ არ სურთ, რომ ის გამოიყენონ მასობრივ თვალთვალში და ასევე ავტონომიურ იარაღებში, რაშიც სავარაუდოდ აპირებდნენ. ხოლო OpenAI-მ ChatGPT-ის შემქმნელმა განაცხადა, რომ კი, შეუძლიათ რომ გამოიყენონ მათი ხელოვნური ინტელექტი ისე როგორც უნდათ. ხოლო Google-ის Gemini საერთოდ არაფერი არ უთქვავს, შეიძლება არც უკითხავთ, არ ვიცი. მოკლედ, ერთ ღამეს რამოდენიმე კომპანიისგან რამოდენიმე სხვადასხვა პასუხი მივიღეთ, დუმილწყო პასუხია. და სწორედ აქ გახდა ნათელი, რომ ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ტექნოლოგიური კონკურენცია. ეს არის ომი ხელოვნური ინტელექტის მომავლისთვის და ეს ომი შენს გეხება. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, გახდება ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია ჩვენს ცხოვრებაში. ის წაიკითხავს შენს მეილებს, დაეხმარება კომპანიებს გადაწყვეტილებების მიღებაში, დაეხმარება ექიმებს დიაგნოზის დასმაში და ძალიან მალე განსაზღვრავს იმასაც, თუ რა ინფორმაციას პოულობენ შენი შვილები ინტერნეტში. ამ ვიდეოში გავარკვევთ, ვინ იგებს ხელოვნური ინტელექტის ომს 4 ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში. და ეს ბრძოლებია Enterprise-ი, ძიება, ანუ search-ი, სამომხმარებლო აპლიკაციები, მასობრივი მოხმარება და ბოლოს სამხედრო ეთიკა. დავიწყოთ Enterprise-ის ბაზრით. დღეს Enterprise-ის, ანუ ბიზნესი რაც იყენებს მაგ ხელოვნური ინტელექტის ბაზარი დაახლოებით $200 მილიარდ აჭარბებს. და ყველაზე საინტერესო რამ არის ის, რომ ამ ბრძოლაში ლიდერი შეიძლება საერთოდ არ იყოს ყველაზე დიდი კომპანია. OpenAI-ის სტრატეგია თავიდანვე იყო აშკარა. მათ პარტნიორობა გააფორმეს Microsoft-თან. GPT-ის მოდელები პირდაპირ ჩაშენებულია Word-ში, Excel-ში, Teams-ში, Outlook-ში, Copilot-ში, ხოლო Copilot-ი უკვე ათასობით კომპანიაში გამოიყენება. ეს OpenAI-ს აძლევს უზარმაზარ დისტრიბუციას, მაგრამ ამ სტრატეგიას აქვს მეორე მხარეც. OpenAI-ის Enterprise-ი პრაქტიკულად მთლიანად არის დამოკიდებული Microsoft-ზე. ანუ ეს პარტნიორობა ერთდროულად არის მათთვის როგორც ძალა, ასევე გარკვეული შეზღუდვაც. ხოლო Anthropic-მა სრულიად განსხვავებული გზა არჩია Claude-მა. მათი მთავარი იარაღი იყო ერთი სიტყვა უსაფრთხოება. Claude თავიდანვე შეიქმნა იმ იდეით, რომ კომპანიებს ჭირდებათ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლიათ რომ ენდონ, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორც არის ბანკები, ჯანდაცვა, იურიდიული კომპანიები და სახელმწიფო ორგანიზაციები. როგორც გითხარით, რითიც დავიწყე ვიდეო, ამერიკა თავისი სამხედრო ოპერაციების მაღალ დონეზე დასაგეგმად, აქამდე ყოველ შემთხვევაში იყენებდა Claude-ს. მოკლედ, ეს არის ინდუსტრიები, სადაც რეგულაციები ძალიან მკაცრია და სწორედ აქ დაიწყო Claude-ის სწრაფი ზრდა. Amazon-მა მის მშობელ კომპანიაში დაახლოებით $8 მილიარდი ჩატო და დღეს დიდი ხანია Claude ინტეგრებულია Amazon-ის სერვერების პლატფორმაზე AWS-ზე. რაც ნიშნავს, რომ მილიონობით ბიზნეს შეუძლია მისი გამოყენება პირდაპირ Amazon-ის ინფრასტრუქტურიდან. Google-ს კი საერთოდ სხვა უპირატესობა აქვს. მათ უკვე ყავთ 2 მილიარდზე მეტი workspace-ის მომხმარებელი. Gemini უკვე მუშაობს Gmail-ში, Docs-შიც, Sheets-შიც, Meet-შიც. თეორიულად ეს ნიშნავს, რომ Google შეუძლია ხელოვნური ინტელექტი მიაწოდოს თითქმის ყველა კომპანიას მსოფლიოში. მაგრამ რეალობა ცოტა განსხვავებულია. Enterprise გადაწყვეტილებებში ბევრი კომპანია მაინც სხვა პლატფორმას ირჩევს და რატომ ირჩევს სხვა პლატფორმას? რადგან ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნდობა, ტექნოლოგიური განვითარება და სიმარტივეს და არ უბრალოდ ფუნქციები. ჩვენც Google-ის ფასიან მეილებს ვიყენებთ, Google-ის Workspace. გვაქვს Gemini Pro ულიმიტოდ, მაგრამ რავი, Claude-ის გამოყენება გვირჩევნია სიმართლე რო გითხრათ. თან Gemini-ის UI UX-ი მე პირადად არ მომწონს. ალბათ საერთოდ არ უფიქრიეთ მაგ ნაწილზე. ახლა გადავიდეთ მეორე დიდ ბრძოლაზე. ეს არის ძიება, search-ი. 25 წლის განმავლობაში ერთი რამ იყო უცვლელი. თუ რამეს ეძებდი ინტერნეტში, იყენებდი Google-ს. Google გახდა ინტერნეტის მთავარი კარიბჭე. მომხმარებელთან ნახევარზე მეტის პირველი ინტერაქცია ინტერნეტთან ხდება საძიებო სისტემით. Google-ით ამ შემთხვევაში რადგან ბაზრის 90%-იანი წილი უკავიათ დაახლოებით. და ამდენი ხნის მანძილზე პირველად გამოჩნდა რეალური კონკურენტი ChatGPT-ის სახით. ChatGPT-ის ძიება სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. შეგიძლიათ დაუსვა კითხვა, გააგრძელოს საუბარი, მიიღო ახსნა და ნახო წყაროებიც. ეს ბევრად უფრო გავს ექსპერტთან საუბარს, ვიდრე კლასიკურ ძიებას. და სწორედ ამიტომ ახალგაზრდა მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იწყებენ ინფორმაციის ძიებას ChatGPT-თი. თუმცა აქ Google-ი ჯერ კიდევ დომინანტია. პირიქით, იდეაში რაც თუ აკვირდებით, ძიებების რაოდენობა არ შემცირებულა. პირიქით, წინა წელთან შედარებით საშუალოდ 5%
10%-ით მაინც გაიზარდა, რაც სიმართლე რო გითხრათ, ბევრია. ამ ბაზარზე მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, თუმცა Google-ს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება search-ის ბაზარზე, ძალიან ბევრი რესურსი და ძალიან ბევრი მონაცემი, ანუ წარმოუდგენლად დიდი data აქვს და ამიტომ ჩემი აზრით ამ ბაზარზე Google-ი კვლავ შეძლებს დომინანტობის შენარჩუნებას. ახლა გადავიდეთ ყველაზე დიდ ბრძოლაზე. ეს არის სამომხმარებლო ხელოვნური ინტელექტი, ანუ AI ყველასთვის. დღეს დაახლოებით 900 მილიონი ადამიანი იყენებს ChatGPT-ს ყოველკვირებულად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური პროდუქტი ისტორიაში. და კიდევ უფრო საინტერესო რამ მოხდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. ChatGPT თითქმის გახდა ხელოვნური ინტელექტის სინონიმი. როგორც ადრე ხალხი ამბობდა, დაგუგლე, დღეს ეგრე ბევრი ამბობს ChatGPT-ს კითხე. Google-ი აქაც ცდილობს კონკურენციას Gemini-თან. Gemini-ის თავარი უპირატესობა არის Android. ის უკვე მილიარდობით მოწყობილობაზე მუშაობს, მაგრამ თავარი კითხვა აქ არის ძალიან მარტივი. რამდენი ადამიანი იყენებს მას იმიტომ რომ სურს და რამდენი იმიტომ რომ ის უკვე წინასწარ არის დაინსტალირებული. Claude ამ ბრძოლაში საერთოდ სხვა გზას ირჩევს. ის არ ცდილობს გავიდეს მასობრივ მომხმარებელზე და იყოს სამომხმარებლო AI. Claude უფრო ხშირად გამოიყენება მკვლევარების მიერ, ანალიტიკოსების მიერ, სტარტაპების დამფუძნებლების მიერ. მისი აუდიტორია შეიძლება პატარა, მაგრამ ძალიან გავლენიანი და ჭკვიანი აუდიტორია ყავს. და ბოლოს Claude ამ ბრძოლაში თავის არ შედის. არც search-ის ბრძოლაში არ შედის თავისით, ანუ არც search-ი არ აინტერესებთ, არც სამომხმარებლო AI არ აინტერესებთ. თუმცა რაც აინტერესებთ, ჩემი ეს იქ ლიდერობენ და ახლა თუ ნახავთ მაგალითად Claude-ის Coworks რეები შეუძლია, მიხვდებით რომ ეგ უკვე შემდეგი ლეველია. მე პირადად უკვე ძალიან ბევრ რამეში ვიყენებ Claude-ის Coworks. აქამდე რაც წარმოუდგენელი იყო რომ ხელოვნური ინტელექტს გაიკეთებინა, მაგ ყველაფერს აკეთებს და იმას აკეთებს, რისი გაკეთებაც ალბათ ადამიანს ფიზიკურად ვერ შეეძლო. დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებას გულისხმობ. მოკლედ მე პირადად ვსვანებს Claude-ზე ჩამოვდივარ, რადგან სასწავლო ტემპით ვითარდები. და ბოლოს, ყველაზე რთული თემა, ხელოვნური ინტელექტი და სამხედრო გამოყენება. რადგან ესე კარგად მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ბუნებრივია რომ მთავრობებს, მმართველებს სურთ მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის და მომავალში შესაძლოა რომ ყველაზე დიდი გარდატეხა, ყველაზე დიდი უპირატესობა სამხედრო სფეროში სწორედაც რომ ხელოვნური ინტელექტით მიიღონ მთავრობებმა და უფრო მომავალში ალბათ ხელოვნური ინტელექტით და რობოტებით, სრულიად ავტონომიური დანადგარებით, რომლებიც ადამიანების ნაცვლად იბრძოლებენ და არ მოკვდებიან, თუ მოკვდებიან არ აუშავს. ბოლო ერთი თვის მანძილზე რამოდენიმე კომპანიას ერთი კითხვა დაუსვეს. უნდა გამოიყენებდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტი სამხედრო ოპერაციებში. Claude-მა თქვა, რომ თითქმის ყველაფერს შეუძლიათ გამოიყენონ. უბრალოდ თავისი გადაწყვეტილებით მაინც და მაინც ხალხი არ უნდა დახოცოს და არც მასობრივი თვალთვალი არ უნდა აწარმოონ მისი საშუალებით. ხოლო OpenAI-მ თქვა, რომ შეუძლიათ გამოიყენონ და Google-ი დუმს. რომ შევაჯამოთ, Enterprise-ში იგებს Claude, ძიებაში იგებს Google, სამომხმარებლო AI-ში იღებს ChatGPT და ალბათ სამხედრო სფეროში და სამხედრო სფეროს ეთიკაში იგებს Claude ასევე, ჩემი აზრით. ანუ წარმოიდგინეთ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია დაგეგმეს Claude-ით, ფაქტიურად აიათოლა Claude-ით მოკლეს, მადურო Claude-ით დაიჭირეს. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტის ომს ჯერ გამარჯვებული არ ჰყავს, სხვა სფეროში სხვადასხვა კომპანია იგებს, მაგრამ თითოეულ კომპანიას სრულიად განსხვავებული სტრატეგია აქვს და სწორედ ეს ხდის ამ კონკურენციას უფრო საინტერესოს. საინტერესო შენ რომელს იყენებ? დაგვიკომენტარე და გამოიწერე თენქს SEO-ს არხი.